51-ჯერ გადაიკეტა დღეს რუსთაველის გამზირი აქციაზე შეკრება დაწყებული არის. რამდენიმე მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს. მათ შორის იყო მსვლელობა მამების და შვილების დროშებით შეიარაღებულები. მამები შვილებთან ერთად იყვნენ მარშზე წარმოდგენილები, რა თქმა უნდა, უწყვეტი პროტესტით და უცვლელი მოთხოვნებით რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და რიგარეშე არჩევნებს. ამჯერად მამები ითხოვდნენ თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ჩვენ რამდენიმე ოჯახის ჩაწერა და გადაღება შევძელით. ერთის მხრივ ამბობენ თავიანთ მოთხოვნებს, მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დადიან საპროტესტო აქციაზე საკუთარი შვილების მომავლის გამო. ბავშვები კი გვეუბნებიან, რომ ხანდახან მშობლებს მოყავთ საპროტესტო აქციაზე, მათ იციან, რომ მიდიან ევროპისკენ. ჩვენ შეგვიძლია კადრში ვნახოთ რა ვითარება ამ წუთებში პარლამენტის წინ. ხედავთ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მოქალაქეები კვლავ ადგილზე არიან, ვითარებას კი აკონტროლებს საპატრულო პოლიცია. მოქალაქეები აქ ეტაპობრივად იკრიბებიან დღესაც. სხვადასხვა მარში არის დაგეგმილი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. პირველი მარშის მონაწილეები მამები შვილებთან ერთად ადგილზე არიან. ჩვენ ევროპაში მივდივართ, რასაც ალტერნატივა არ აქვს არავითარ შემთხვევაში. ეს ის მომენტია, როცა სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. უნდა გადავრჩეთ, ჩვენი სამშობლო უნდა გადავარჩინოთ, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილების მომავალი. წინ ევროპისკენ. სად მივდივართ, მამა? ევროპაში! უკვე 51 დღე არის უწყვეტად დავდივართ აქციაზე, ძალიან ბევრი ადამიანი და ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს, ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის სასწრაფოდ უპირობოდ გათავისუფლებას და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ შვილებთან ერთად გაგვეპროტესტებინა და ჩვენ შვილებთან ერთად მოგვეთხოვა ევროპული მომავალი, იმიტომ რომ მათთვის გვინდა ყველაფერი. თავისუფლება ყველას პირველ რიგში, თავისუფლება სიტყვის თავისუფლება პატიმრებს და ნათელ მომავალს ვითხოვთ საქართველოსთვის. 51-ჯერ რუსთაველის გამზირზე დღეს გზა გადაიკეტა. აქციის მონაწილეები კი კვლავ ითხოვენ რიგარეშე არჩევნებს, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.